ხელოვნური ინტელექტი გვიტევს, მაგრამ არის თუ არა საფრთხე ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფებისთვის? ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ესეთი აზრი მოსირებს. შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ფოტოგრაფია. იმდენად სწრაფად და მაღალი ხარისხით აკეთებს რაღაც დეტალებს, რომ პროდუქტის ფოტოგრაფია ცალკე კომერციული მიმართულების შეიძლება გაქრეს. AI-ს არ შეუძლია ემოციის დაფიქსირება და AI რეალობას ვერ ასახავს. ამისათვის საჭიროა ადამიანი კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილზე. ამიტომ ვისაც ეშინია, რომ ფოტოგრაფიას ჩაანაცვლებს AI, ძალიან ცდება, გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. AI-ს თავისი ადგილი ექნება და ფოტოგრაფს თავისი ადგილი. ეხლა გამოუშვა Google-მა Nano Banana, ესეთი სახელით, საკმაოდ ხმა ფილოსოფიური სახელი აქვს. ეს არის ერთ-ერთი სარეკლამო გადაღება. ადრე გადავიღეთ ეს თოვლში, ბაკურიანში ვიყავით, ქარბუქში. საკმაოდ რთული იყო, გავიყენეთ უყველა. ეხლა ამჯერად გადავიღეთ სტუდიაში და ვნახოთ Nano Banana რას მოიმოქმედებს. მაგალითად, ჩვენ გვინდა რომ background-ზე, რადგან ზამთრის პროდუქტია, იყოს თოვლი. ხო, ეხა ეს რომ გაგვეკეთებინა ჩვენ თაში, დაგვემთხვია თოვლი, ძალიან ბევრი უნდა გვეწვალა. როგორ ამოჭრა თმის ღერები, კონტური ჯერჯერობით კარგად არის. ნახეთ, იდეალურია. ნაკლი არ აქვს. თოვლი გადმოიტანა სახეზეც, ქუდზეც. ხო, Nano Banana-ს რაც შეეხება, კაია. რაც მეტი ხელსაწყო გვექნება, მით უფრო დავზოგავთ ჩვენს თვალებს, ნერვებს, ფინანსებს. ხა დაიწყება ვაუ, რა ჯობდა ფირს და ფირის ხარისხი მაინც სხვა არის და ასე შემდეგ. ხო, თავიდან ციფრული ფოტოგრაფიაც ასე იყო, რომ ეგ არ არის ნამდვილი, ფოტოგრაფიას ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი. მე გულისხმობ იმ ფოტოგრაფიას, სადაც ემოცია აღწერილი. რადგან ფოტოგრაფია არის რეალობის დასტური. რეალობა, რომელიც შენ გადაიღე, იმას AI ვერ გადაიღებს. მაგრამ AI მოგეხმარება რაღაცა დეტალებში, რომ შენ ის გააუმჯობესო. ანუ რეტუშის ინსტრუმენტად თუ ავიქვამთ ამას, მაშინ ძალიან მაგარია. ვისაც რა გაუხარდება ისაკეთოს, მაგრამ ფოტოგრაფიას რასაც ვეძახით, იმას ვერ ჩაანაცვლებს. და არ დაგაუწყდეს. გადაიღე ბევრი.